კოლეგებო, გამოგზოთ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა დღის წესრიგით გათვალისწინებული სამი საკითხია წარმოდგენილი. ეს არის ფრაქცია ქართული ოცნების მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ. ასევე დღის წესრიგით არის გათვალისწინებული სამუშაო ჯგუფის შედეგების შესახებ ინფორმაციას წარმოგვიდგენს ბატონი რატი. საკითხი ეხება უზენაეს სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენას და ამავდროულად ჩვენ ორ კანდიდატს მოусმენთ, რომლებიც წარდგებიან კომიტეტის წინაშე. კანდიდატები არიან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობისა. გთხოვთ რომ დავამტკიცოთ დღის წესრიგი. დიდი მადლობა. პირველი საკითხი შესაბამისად გახლავთ ფრაქცია ქართული ოცნების ინიციატივა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ, რომელსაც თქვენ იცნობთ მე თვითონ წარმოგიდგენთ. საკითხი ეხება ცვლილებას, რომელიც კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კანონში შედის, რომლის მთავარი იდეაც მიმართულია კიდევ ერთი პრევენციული ღონისძიების შემუშავებაში, რომელიც მიემართება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას, მაშინ როდესაც აღმასრულებელი ხელისუფლებაში გატარებული შესაბამისი პრევენციული ღონისძიებები და მათ შორის ხარჯ-ეფექტურობის პრინციპიდან გამომდინარე ჩატარებული გადადგმული ქმედით ნაბიჯების შემდეგ, მას შემდეგ რაც სამართალდამცავი ორგანოები შესაბამისად რეაგირებენ ყველა იმ ფაქტზე, სადაც კი შესაძლებელია იყოს კორუფციული დანაშაულის ნიშნები. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პარლამენტმაც, რა თქმა უნდა, შეიმუშაოს ცვლილებები, რომელიც ხელს შეუწყობს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას. წარმოდგენილი კანონპროექტის შემუშავებაში, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს საქართველოს მთავრობის მეთაურიც პრემიერ-მინისტრის პირადად უშუალოდ იყო ჩართული და როგორც სამთავრობო გუნდის, ასევე ქართული ოცნების მთლიანად ჩვენი დიდი გუნდის სურვილი, მიზანი და ამოცანაა, რომ ჩვენ გავაკეთოთ ყველაფერი იმისათვის, რომ დროის მცირე მონაკვეთში, რა თქმა უნდა, ეტაპობრივად, მაგრამ დროის მცირე მონაკვეთში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით მსოფლიოში მესამე ადგილზე იყოს ჩვენი ქვეყანა და ეს არ არის უბრალოდ ადგილ სამეულში შესვლა და სამეულში ადგილის დაფიქსირება, ეს არის საკითხი, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, კრიტიკულად მნიშვნელოვანია იქიდან გამომდინარე, რომ როდესაც კორუფციული დანაშაულები ხდება, ეს არ არის უბრალოდ მხოლოდ ბიუჯეტის თანხების და ხალხის თანხების მითვისება, ეს აჩერებს ეკონომიკურ აქტივობას და ეს არის, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს წინააღმდეგ გადადგმული ერთ-ერთი ნაბიჯიც. წარმოდგენილი ცვლილებების მიხედვით პირები, რომლებიც მსჯავრდებულები იქნებიან მთელი რიგი დანაშაულებში და წარმოდგენილია დანაშაულები, ფინანსური და სამოხელეო დანაშაულებში, მათ მოუწევთ, რომ 30 წლის განმავლობაში შეავსონ ფინანსური დეკლარაციები. რაც იქნება პრევენციული მექანიზმი და ადამიანებს თუ აქვთ სურვილი და ცდუნება, რომ ჩაიდნენ დანაშაულს, მოიხდიან შესაბამის სასჯელს და მითვისებული თანხების, სახელმწიფოსგან მოპარული თანხების საკუთარი მიზნებისთვის გამოყენებას შეძლებენ. ეს ვერ იქნება შესაძლებელი, რადგან მათ ფინანსური მონიტორინგს დაემქვემდებარებიან, საჯარო იქნება მათი დეკლარაციები და შესაბამისად თუ აღნიშნული თანხების გამოჩნდება, ეს დამატებითი დანაშაულის შესაძლებელია კი გახდეს, ხოლო დეკლარაციის შეუსწავლობა კანონით გათვალისწინებულ შესაბამის პასუხისმგებლობას გაითვალისწინებს, რომელიც კიდევ ერთხელ შევახსენებ საზოგადოებას, რომ რიგ შემთხვევაში არის ადმინისტრაციული ხასიათის, ხოლო რიგ შემთხვევაში არის სისხლის სამართლის წესით დასჯადით. მნიშვნელოვანი ცვლილებაა და რა თქმა უნდა, გზად ვარ თქვენი კითხვების შემთხვევაში. რადგანაც კითხვები და მოსაზრებები აღნიშნულ საკითხთან არ არის, რა თქმა უნდა, კოლეგებო, კიდევ ერთხელ გთხოვთ მხარდაჭერას. შეგვიძლია რომ გადავიდეთ დღის წესრიგით გათვალისწინებულ მეორე საკითხზე. ეს არის 2025 წლის 10 ივლისს და 1 სექტემბერს საქართველოს პარლამენტს ასარჩევად წარმოედგინა საქართველოს უზენაეს სასამართლოს მოსამართლეობის ორი კანდიდატი, ლევან ნემსაძე და მიხეილ ჯინჯოლია. შესაბამისად, კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის ხელშეწყობის მიზნით შეიქმნა სამუშაო
ჯგუფი იურიდიულ საკითხთა კომიტეტში და მუშაობის შედეგების შესახებ ინფორმაციას ბატონ რატი წარმოგვიდგენს, ხოლო აღნიშნულ კანდიდატთან გასაუბრებაც დღეს შემოხდება და გთხოვთ შეგითანხმებოდეთ მივიღოთ გადაწყვეტილება იმ დროებთან დაკავშირებით, რადგან იქნება გამოყოფილი თითოეული კანდიდატისათვის. თითოეულ კანდიდატს განესაზღვრება 5 წუთიანი დრო კომიტეტისათვის თავის წარსადგენად, ხოლო საპარლამენტო და არასაპარლამენტო სუბიექტებს და დღეს ჩვენ გვესწრება ქალბატონი თამარ ზარანდია და ასევე ბატონი დავით სიმონია, მათაც ექნებათ შესაძლებლობა რომ მიმართონ და კითხვები დაუსვან კანდიდატებს. შესაბამისად 5 წუთიანი დრო რომ ავიღოთ, ხოლო შემდეგ უკვე ექნება კანდიდატს შესაძლებლობა რომ პასუხი გასცეს, შემდეგ თუ ამის საჭიროება იქნა და სურვილი იქნა, შეგვიძლია გავაკეთოთ პოლიტიკური განცხადებებიც და მათ შორის პოლიტიკურ ჯგუფს შეეძლებათ რომ გამოსვლებითაც ისარგებლონ არანაკლებ 15 და არა უმეტეს 75 წუთისა, გთხოვთ ამაზე თანხმობას. დიდი მადლობა და ბატონო რატი გთხოვთ რომ სამუშაო ჯგუფის შედეგები მოახსენოთ კომიტეტს. მადლობა ბატონო არჩილ, მოგეხსენებათ მას შემდეგ რაც 2025 წლის 10 ივლისსა და 1 სექტემბერს საქართველოს პარლამენტს ასარჩევად წარმოედგინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები. შეიქმნა იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან სამუშაო ჯგუფი და ამ სამუშაო ჯგუფის მიზანი იყო რომ ამ კანდიდატების შესაბამისობაში დადგენა მომხდარიყო, რამდენად შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციითა და კანონით განსაზღვრულ სტანდარტებს, როგორც მათი კვალიფიკაციის ნაწილში, ასევე მათი რეპუტაციის ნაწილში და შესაბამისად შეიკრიბა სამუშაო ჯგუფი, რომელიც შემადგენლობაში სხვადასხვა საპარლამენტო სუბიექტების გარდა იყვნენ წარმოდგენილი როგორც პროფესიული, ასევე აკადემიური წრეების წარმომადგენლები. სამუშაო ჯგუფმა იხილა ყველა ის დოკუმენტაცია რაც იქნა წარმოდგენილი უმაღლესი საბჭოს მიერ, ჩვენ ორივე კანდიდატთან დაკავშირებით ვიმსჯელეთ სამუშაო ჯგუფის ფორმატში, განსხვავებული აზრი მინდა აღინიშნოს, რომ არ დაფიქსირებულა და შესაბამისად სამუშაო ჯგუფმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტს მიმართა, რომ როგორც ბატონ ლევან ემსაძის, ასევე მიხეილ ჯინჯოლიას შემთხვევაში ორივე კანდიდატურა შესაბამისობაში მოდის კონსტიტუციისა და საქართველოს კანონით დადგენილ შესაბამის სტანდარტთან და წესებთან. კი ბატონო, დიდი მადლობა. შეგვიძლია რომ მოусმინოთ კანდიდატებს პირველი გახლავთ ბატონი ლევან ემსაძე. ბატონ ლევან. გთხოვთ მოგზადით და იგავთ ადგილი. ბატონ ლევანი გახლავთ 45 წლის, აქვს უმაღლესი განათლება 2006 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, არის სამართალმცოდნე, იურისტის კვალიფიკაცია გააჩნია, მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამუშაო გამოცდილება გახლავთ 14 წელი. იგი 2023 წლის ოქტომბრიდან დღემდე იკავებს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს არამოსამართლე წევრის პოზიციას 2023 წლის იანვრიდან 23 წლის ოქტომბრამდე გახდათ საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან არსებული სიფ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის ადმინისტრაციული სამმართველოს უფროსი, რომ არ გავაგრძელო მის გამოცდილებასთან დაკავშირებით, იგი არის 14 წლის გამოცდილებას, როგორც გითხარით, სხვადასხვა დროს, სხვადასხვა პოზიციაზე ემსახურებდა. კანდიდატი არ ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას, ყავს მეუღლე, 3 შვილი, ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს. ბატონ ლევან, შეგიძლიათ რომ მიმართოთ კომიტეტს 5 წუთიანი დრო გექნებათ და შემდეგ უკვე კოლეგები და დამცრე პირები დასვამენ შეკითხვებს. მოგესალმებით ყველას, ბატონო თავმჯდომარე, კონსტიტუციური საბჭოს პარლამენტის წევრებო, დამცრე საზოგადოებო. გახლავართ ლევან ემსაძე. ამ ეტაპზე იუსტიციის უმაღლეს საბჭოს არამოსამართლე წევრი გახლავართ. ჩემ შესახებ ბიოგრაფიული მონაცემები ბატონო თავმჯდომარე მოგახსენათ.
ბევრს არ დავამატებ. პირველ რიგში მინდა განვაცხადო, რომ დიდი პატივია თქვენს წინაშე წარდგომა როგორც კანდიდატი. დიდი პატივია თქვენს წინაშე წარდგომა როგორც კანდიდატი უზენაეს სასამართლოს მოსამართლეობისა, რისთვისაც მინდა მადლობა გადაუხადო იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ამ წარდგენისთვის, ამ დიდი ნდობისთვის, რასაც ვაცნობიერებ ამ პასუხისმგებლობას. აქედან გამომდინარე, ბევრს აღარ შეგაწყენ თავს, ბიოგრაფია ჩემს წინაშე თქვენთანაც იყო წარმოდგენილი და დარწმუნებული ვარ, ხაცნობილი ხარ დეტალურად. ისე რომ ვეცდები ამომწურავად უპასუხო თქვენს კითხვებს და ვიყო აბსოლუტურად გულწრფელი. მადლობა. მადლობა მილევან. კოლეგებო, რომ ანიშნოთ ბატონ დავით დავიწყოთ თქვენ და შემდეგ ბატონ თენგის. მოგესალმებით ბატონ ლევან, გისურვებთ წარმატებებს. მოგეხსენებათ უზენაეს სასამართლოს ფუნქცია, დოქტრინული ინსტანცია ამ სამართლებრივი თეზიდან გამომდინარე მთელი შედეგებით და არსით. პირველი რამდენიმე კითხვას ერთად დაგისვამთ. დღემდე არსებული პრაქტიკიდან გამომდინარე, მინდა თქვენი აზრი მოვისმინო უზენაეს სასამართლოსთან მიმართებით. ხომ არ გაქვთ კრიტიკული შენიშვნები, ხომ არ გაქვთ მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების ჭრილში თქვენი პირადი ემოცია და ასე ვთქვათ შინაარსობრივი დატვირთვით აზრი, რომელიც ან ერთ ნიშნად პოზიტიურად ან რომელიმე საკითხს ნეგატიურად შეაფასებდა. რა შეცვლიდით უზენაეს სასამართლოში, რა გადაწყვეტილება თვლით თქვენ თუ კი ასეთი არსებობს, რომელიც მნიშვნელოვანია სამოსამართლეო პრაქტიკისთვის, რომელიც დაგახსენდებათ უახლოეს პერიოდში უზენაეს სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებში. და როგორ თვლით, რა შეიძლება იყოს ის, რაც კიდევ უფრო მეტად მნიშვნელოვანს ეფექტურს გახდის იმ ინსტანციას, რომლის ასე ვთქვათ, ზღვარსიქით პლენუმის გარდა არაფერი აღარ არის, ისიც გამორჩეულად განსაკუთრებულ საქმეებზე მოგეხსენებათ უზენაეს სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არის სავალდებულო შესრულებად. აი ესეთი ჩემი კითხვები. მადლობა. მადლობა შეკითხვისთვის. დავიწყებ ეგეთ რომ მინდა რომ უზენაეს სასამართლოს გადაწყვეტილებებს ვეცნობი სისტემატურად შეძლებს დაგვარად მეტუმეტეს ბოლო პერიოდში. ვაცრავად. გადაწყვეტილებებს ვეცნობი ხშირად, რომელიც დადგენილია უზენაეს სასამართლოს პალატის მიერ. შემიძლია აღნიშნო, რომ ამ ეტაპზე რაიმე ისეთი გამორჩეული საკითხი, რომელიც შეიძლება საპრობლემო იყოს ან რაღაც განხილვის კუთხით საკამათო, ამ ეტაპზე არ მახსენდება. ერთადერთი შემიძლია მოგახსენოთ, რომ გარკვეული წლების წინ დაახლოებით 4-5 წლის წინ დაახლოებით არ მახსოვს. იყო სხვაგვარი პრაქტიკა უზენაეს სასამართლოს მიერ ოჯახური ძალადობის დანაშაულებთან დაკავშირებით. როდესაც ამ დანაშაულებზე საკმაოდ ხშირად გამოდიოდა გამამტყუნებელი განაჩენი. ამის შემდგომ პრაქტიკა შეიცვალა, ამ ეტაპზე ამ დანაშაულებზე უფრო მეტია გამართლებელი განაჩენი, რაც მე ვფიქრობ სწორი და სამართლიანიც არის, გამომდინარე იქიდან, რომ მაგალითად წინა გადაწყვეტილებებში რა პერიოდს მოვხსენე, იყო ისეთი შემთხვევები, როდესაც ოჯახური ძალადობის და დანაშაულების შემთხვევაში მოგეხსენებათ სპეციფიკურია, ძალზედ ხშირად არის, როცა უშუალოდ დაზარალებული და ასე ვთქვათ მოძალადე ამ ფაქტის გარშემო და თვითმხილველი მოწმე ასე ვთქვათ ამ საქმეს არ ყავს. გამომდინარე აქედან ხშირი იყო შემთხვევები, როცა უკვე საქმეები სასამართლოს გადაეცემოდა, უკვე სასამართლოზე დაზარალებულის მოწმის სახით დაკითხვის შემთხვევაში იგი ჩვენებას აღარ იძლეოდა, ანუ ასე ვთქვათ იძლეოდა ბრალდების საპირისპირო ჩვენებას. და აი ასეთ შემთხვევაში უკვე სხვა მტკიცებულები შესაძლებელია ყოფილიყო მაგალითად ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ისევ და ისევ დაზარალებულის ასე ვთქვათ თხრობის შინაარსიდან გამომდინარე უფრო მეტად დამაჯერებელი ხდებოდა. ოჯახურ დანაშაულებზე ვიდახი ბატონო. და გამომდინარე აქედან მე მახსოვს ერთი-ორი გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოსი მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულმა არ მისცა ჩვენება
ამ საქმეზე დადგა მაინც გამამტყუნებელი განაჩენი და ძირითადი დასაბუთება სასამართლოს იყო ის, რომ ასე ვთქვათ, დაზარალებული დამოკიდებული ასე ვთქვათ მის მეუღლეზე ამ შემთხვევაში არის ასე ვთქვათ შიშის ქვეშ, რომ მსგავსი დანაშაული მომავალში აღარ განმეორდეს თუ კი ვთქვათ ეს პიროვნება დაისჯება აი ამ შიშის და ფაქტორის გამო. სასამართლომ ჩათვალა ქალთა მიმართ ყოველგვარი დისკრიმინაციის კონვენციიდან გამომდინარე, რომ აი ამ შიშის და ამ გარემოებების ფაქტორების მიუხედავად ეს საქმე სხვადასხვა გარემოებების და მტკიცებულების გათვალისწინებით მაინც გამამტყუნებელი განაჩენი დააყენა. მე ვფიქრობ, იმის შემდგომ ეს პრაქტიკა შეიცვალა, თუ კი არის ორი მხარე ამ შემთხვევაში და სხვა ამ საქმეს მოწმე არ ყავს. არის სპეციფიკური და მტკიცებულებას მოგეხსენებათ, უფრო მეტი სტანდარტი უნდა ქონდეს. აქედან გამომდინარე, დღევანდელი ის პრაქტიკა, რაც არის, რომ თუ კი არ არის ერთმანეთთან შეკავშირებული მყარი მტკიცებულებები, მე ვფიქრობ ამ საქმეზე მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ სავარაუდოდ დაზარალებული შიშის ქვეშ არის და ჩვენებას არ იძლევა, არ უნდა იყოს გამამტყუნებელი განაჩენის გამოგონების საფუძველი. აი ეს რაც შემილია ბოლო წლებში ცვლილება უზენაეს სასამართლოს პრაქტიკისა, რომელიც ვფიქრობ, რომ სწორია. თუ დასრულეთ, ბატონ ლევან, გთხოვთ, რომ ჯერ დასვან კომიტეტის წევრებმა კითხვები, დავაგროვოთ კითხვები და შემდეგ რომ ერთიანად უპასუხოთ, ესე უფრო იქნება მიზანშეწონილი. ასეთი არის ჩვენთანაც პროცედურა. დიახ, ბატონ გისმენთ. მე დოქტრინალურ საქმეში შეგიკითხებით, სპეციალიზაციით ვარაუდება, რომ სიცხში იქნებით, ხო, მე სხვა შეკითხვა. ყველა გავუსწრებს ყველა კითხვები ხომ არ დიახ. მოგესალმებით, ბატონო ლევან, გამარჯობა. ესე იგი, პრაქტიკაში არსებული ხანგრძლივი სამართალწარმოების პროცესი არის თუ არა თქვენი აზრით ეფექტიანი და რას ხედავთ როგორც გამოსავალს აქედან? სამართალწარმოების პროცესი ჭიანურდება და რას ხედავთ? მოგახსენებთ, კი ბატონო. კი ბატონო. მოგესალმებით. იმის გათვალისწინებით, რომ თქვენ ბრძანდებით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოქმედი წევრი, რა თქმა უნდა, საინტერესო იქნებოდა თქვენი ხედვის წარმოდგენა, მოსმენა იმის თაობაზე, თუ ზოგადად რა საჭიროებების, რა გამოწვევების წინაშე დგას დღესდღეობით სასამართლო სისტემა და განსაკუთრებით აი უზენაეს სასამართლოსთან მიმართებით თუ დასვამდით აქცენტს რა საკვირველია სიამოვნებით ამას მოვისმენთ. თოთ, ბატონ ლევან და მე რამდენიმე კითხვას მე დაგვრჩა. კი ბატონო. თან ბატონელ უნდა შემოგვიდ და რა თქმა უნდა, მასაც ექნება შესაძლებლობა დასვას კითხვები. თოთ უპასუხოთ და შემდეგ. კი ბატონო. დავიწყე პირველი შეკითხვით, რომელიც ეხებოდა საქმე და გაჭიანურებას სასამართლოში. მოგესალმებით, ბუნებრივია ეს ახალი არ არის არავისთვის. სასამართლო საქმეები განსაკუთრებით ბუნებრივია საუბარია სამოქალაქო ტიპის საქმეებზე. საკმაოდ ხანგრძლივად მიმდინარეობს დროში იწელება, რასაც ბუნებრივია ვერ ვიტყვით სისხლის სამართლის საქმეებზე, ვინაიდან აქ ასე ვთქვათ, კაცრად ჩაკეტილი ვადებია და სხვადასხვა წესები მოქმედებს. რაც შეეხება სამოქალაქო საქმეებს, ბუნებრივია საქმეების განხილვა ორ თვეში, გაგრძელების შემთხვევაში 5 თვის განმავლობაშიცაც ძალზედ ჭირს, ასე რომ ვთქვათ. პირველ რიგში ეს ფაქტი ცნობილია, ეს არის სასამართლოების გადატვირთულობიდან გამომდინარე. დღესდღეობით სასამართლოებში მოსამართლეებს აწერია ძალიან დიდი რაოდენობა საქმეებისა, ეს არის, რა ვიცი, 1000, 2000, 5000, შეიძლება მეტიც გააჩნია დავას, რა და ვის საქმეები აწერიათ. ხოლო რაც შეეხება აი ამ მდგომარეობის, ასე რომ ვთქვათ, გამოსწორებას, მე ვფიქრობ, ძირითადად შეიძლება იყოს რამდენიმე 2-3 გამოსავალი. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ალბათ სასურველი იქნებოდა მოსამართლეებით რაოდენობის გაზრდა. რაც მნიშვნელოვნად განვირთავს სასამართლოებს, მოხდება საქმეების გადანაწილება და ასე შესაძლებელი იქნება საქმეების უფრო, ასე ვთქვათ, მარტივად და ნაკლებ დროში განხილვა. და გარდა ამისა, ვფიქრობ, განვირთვის კუთხით
მაგალითად სამოქალაქო შემთხვევაში შეიძლება ისევ და ისევ ამაზე ადრეც იყოს საუბარი მედიაციასთან დაკავშირებული საკითხები. მიხსენებათ მედიაცია დღესდღეობით, ასე ვთქვათ, მუშაობს, მაგრამ არა იმ დატვირთვით, რა დატვირთვითაც შეიძლება რომ მუშაობდეს. ძალიან ცოტა რაოდენობის საქმეები გადადის მედიაციაზე. მხარეები ძირითად შემთხვევაში არ არიან რომ საქმე მედიაციას გადასცეთ, მხარეების თანხმობის გარეშე კი გარკვეული კატეგორიის საქმეები პროცესი არის ამის დანაწესი ქონებრივი დავები 20,000-ის ზევით არ შეიძლება მედიაციას გადავცეთ. მაგალითად ბანკთან ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციებთან სასესხო ხელშეკრულებები და გამომდინარე დავები 10,000-ის ზევით არ შეიძლება მედიაციას გადასცა და ეცეს. ვფიქრობ, არაფერი დაშავდება ამით ასეთი ცვლილება შევა თქვათ იგივე სამოქალაქო პროცესში ან მედიაციაში კანონში რომ რაღაც ამის თქვათ თანხა გაიზარდოს, უფრო მაღალი თანხის განხილვაც მოხდეს მედიაციის შემთხვევაში. და გარდა ამისა, ისევ და ისევ მთავარი მიზეზად მაინც მიმეჩნია, რომ რატომღაც მხარეები მედიაციას ძალიან ნაკლებად მიმართავენ. არ ვიცი ზუსტად თქვათ ამის გადაჭრით ესე ზუსტი დაზუსტებული მიზეზი რა შეიძლება იყოს, მაგრამ მე ისევ ვფიქრობ, რომ თქვათ იგივე სასესხო დავებიდან გამომდინარე, იგივე რაც მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს შეეხებათ. მიკროსაფინანსო ორგანიზაციები თვითონ სთავაზობენ მხარეს რაღაც გარკვეულ მორიგებას, რომ მათ შორის რაღაც მორიგება მოხდეს და თქვათ ეს საქმე აღარ გადაეცეს, თქვათ არც სასამართლოს, არც მედიაციას, მაგრამ ამ შემთხვევაშიც ეს მორიგება წარუმატებელია, ერთმანეთში ვერ თანხმდებიან და ბუნებრივია ამ მხარეებს უკვე მედიაციაში წასვლას არ აწყობთ გამომდინარე იქიდან, რომ ფიქრობენ იქაც ვერ შეთანხმდებიან. და საბოლოოდ მსგავსი დავები იყრის თავს სასამართლოში, რაც ძალიან დიდია, ძალიან დიდი რაოდენობის დავები შემოდის და ესეც ერთ-ერთი განსაზღვრულია გადატვირთულობის. კი ბატონო, ნუ სხვა კუთხით ამ ესე იგი საჭიროებები და გამოწვევები საქმეებთან დაკავშირებით ძირითადად მოგახსენეთ ამ მედიაციასთან დაკავშირებით. იცით ერთი საკითხია ვფიქრობ, არ ვიცი რამდენად თქვა ისევ და ისევ განზიშაგანი შეიძლება იყოს. არის ევროპის ქვეყნების გამოცდილება, სადაც გარკვეული ტიპის დავები სასამართლომდე არ ადის და თქვა ხდება სხვადასხვა ადმინისტრაციული წარმოების წესით და ასე შემდგომ. ან არის ქვეყნები, სადაც თქვა სავალდებულოა რომ საქმე გაიაროს წინასწარ მედიაცია და მედიაციის შემდგომ მოხდეს სასამართლოსთვის მიხვედრა. სასამართლოს მიხედოს მხარემ მიმართოს უბრალოდ. ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია რომ ამანაც განტვირთოს, იმიტომ რომ თუ კი იქნება სავალდებულო მედიაცია, სანამ პირები სასამართლოს მიმართავენ, შესაძლებელია მედიაციის ფარგლებში რაღაც გარკვეული საქმეები, ასე ვთქვათ, გაიცხრილოს და ნაკლები საქმე წავიდეს სასამართლომდე. ეს რა შემიძლია მოგახსენოთ. მადლობა. გადავამტე. მოგესალმებით, წარმატებას გესურვებთ. თქვენ თანხმობა გაქვს გაცხადებული, ცხადია, იმიტომ რომ დღეს აქ მობრძანდით და ჩვენს წინაშე და ქართული ხალხის წინაშე ისმენთ კითხვებს და პასუხობთ. ჩვენ გვაქვს ხარისწმენა, რომ თქვენ განაცხადეთ თანხმობა, რომ მზად ხართ, რომ დაიკავოთ უზენაეს სასამართლოში მოსამართლის თანამდებობა. მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ ძალიან კარგად გაქვთ გაცნობიერებული ის მაღალი პასუხისმგებლობა, უბრალოდ მომეტებული პასუხისმგებლობა, რაც დოქტრინალურ სასამართლოში მოსამართლის გამწესებასთან არის დაკავშირებული. ალბათ ისიც კარგად არის ყველასთვის ცნობილი, რომ გარდა მაღალი პასუხისმგებლობისა არის მთელი რიგი საკითხები, რომელიც მე ვფიქრობ, რომ ყველაზე მაღალი ინსტანციაში, ქვეყნის სამართლებრივ სივრცეში პირის მოსამართლედ, ასე ვთქვათ, მოღვაწეობას თან უნდა ახლდეს. ეს არის პიროვნული მახასიათებლები. ერთ-ერთს გამოყოფდი დღევანდელ რეალობაში, რაც ყველაზე მეტად შეიძლება რომ მართლმსაჯულებას თან ეს საკითხი იდგეს და
გამოწვევა იყოს, ანგნებავთ ასე შემდეგ, ეს არის მედეგობა. რამდენად არის პირი მედეგი. შეიძლება რომ ძალიან ჭკვიანი იყოს, კანონებსაც კარგად კითხულობდეს, სასამართლო პრაქტიკასაც ძალიან კარგად ეცნობოდეს და იცნობდეს. ასევე ძალიან კარგად მუშაობდეს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებთან მიმართებაში და ამას ასახავდეს და კოლერაციაში სვავდეს თავის გადაწყვეტილებებში, თუმცა მედეგობასთან დაკავშირებით კონდეს და იყოს მოწყვლადი პირდაპირ ვთქვათ. მთელი რიგი საკითხებია, მოსამართლეც ადამიანი არის, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ მოსამართლეებიც ადამიანები არიან, ყავთ ოჯახები, ასე შემდეგ, ჩვეულებრივი ადამიანები არიან, არაფრით არ განსხვავდებიან სხვისგან, გარდა იმისა, რომ მის საქმიანობას პირდაპირ შეიძლება უწოდოთ, ეს არის მოღვაწეობა, რამე თუ მას ბევრ რაღაცაზე უწევს უარის თქმა და ასე შემდეგ. ამას აღარ ჩაუღრმავდებით, თქვენ კარგად იცით. ასევე მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით თქვენ ხედავთ, რომ არაერთი ვისაც არ ეზარება, ესმის, არ ესმის საკითხი ასე შემდეგ, ზოგადად მარტო ამ საკითხს არ ეხება, მაგრამ მომეტებულად მაინც ამ საკითხთან მიმართებაში საზოგადოების ყურადღება უფრო მიმართული არის, თუმცა როგორც ჩვენთან ხდება ხოლმე ხშირად, არიან ყველაფერშიკები, პირდაპირ რომ ვთქვათ, ხო? ესმის საკითხი ადამიანს თუ არა, ყველაფერში ერევა, მაგალითად ის რომ როგორ უნდა გააკეთოს ექიმმა აპენდიციტის ოპერაცია, ან მაგალითად როგორ უნდა გულწის დარღვთა ქირურგმა იმუშაოს, ესეც ვიღაცას შეუძლია რომ მაგალითად, არ ვიცი, ფერშალმა, ეკონომისტმა, იურისტმა, გნებავთ ან სხვა სპეციალობისა კიცებით ფორმატში შესთავაზოს საზოგადოებას უკვე როგორც ჭეშმარიტებად მიღებული თავისი აზრი. რეალურად ამის უკან არაფერი არ დგას ხოლმე. და საზოგადოებაც მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი რეალობა ამას კიდევ უფრო მეტად აადვილებს, ეს არის სხვადასხვა ასე ვთქვათ გაჯეტის მეშვეობით სოციალური ქსელი იქნება ასე შემდეგ, ეს ინფორმაცია მუშავდება და ეს ტყუარ მართალი ერთმანეთში იზილება ასე შემდეგ და ვიღაც ჩვეულებრივი რიგითი ადამიანის საზოგადოების შეიძლება გადააწყდეს ამ ინფორმაციას და მიიღოს როგორც ეს ჭეშმარიტება. ასევე არაერთი საკითხი, მაგალითად, თქვენს გემახსოვრებათ დარწმუნებული ვარ და საზოგადოებასაც კარგად ახსოვს, არაერთი ტელევიზიაში კვაზი საგამოძიებო მოქმედებების პირდაპირი ეთერში ამის ასე ვთქვათ წარმოჩინება გახსოვს ის ხო რომ მაგალითად ეს ჩვენ გვეცინება, მაგრამ რეალურად ეს ადამიანების ბედთან არის დაკავშირებული და ადამიანების ასე ვთქვათ სენსიტიურ გზნობებს აღზრავდა, ხო? მიყვე ასეთი ერთ-ერთი საქმე, სადაც ადამიანი რამდენი ხანი დაჭირდებოდა რომ ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე გაქცევას, ნელისვლით და ასე მთელი ეს კასკადი, ხო? და შემდეგ უკვე საზოგადოების განწყობის ჩამოყალიბება და მით უმეტეს ეს თუ მრუდე კუთხით მიმდინარეობს და თავისთავად ცხადია რომ ყველა შემთხვევაში მრუდე კუთხით წავა, იმიტომ რომ რაოდენ ნიჭიერი და პროფესიონალი არ უნდა იყოს ადამიანი, თუ მას უშუალოდ არ აქვს, ჯერ გამოძიებაში არ არის ჩართული და შეხება პირდაპირ წესით არ აქვს. შემდეგ უკვე როგორც სასამართლო განხილვების დროს თვითონ არ არის ჩართული, ცხადია რომ ნებისმიერი გარედამკვირვებელი პირიც რომ იყოს, ვერ ექნება მას სრულყოფილი ინფორმაცია და შესაბამისად ჩამოყალიბებული აზრიც ვერ იქნება სამართლიანი და ობიექტური, ხომ ასეა? აი ამ ყველაფრიდან გამომდინარე, რასაც დღეს ხედავთ, ხომ? და უამრავი ცილისწამება და მეტიც თქვენ თუ წარმატებით გაივლით ამ ყველაფერს და მხარდაჭერა გექნებათ, ასეთ შემთხვევაში თქვენი კოლეგები უამრავი თავდასხმის ქვეშ პირდაპირ უნდა ვთქვათ ესეც საზოგადოებამ ნახა პირდაპირ, ხო? იქ განურჩევლად იყო 1000 გვარი ასეთი სიბინძურე და ასე შემდეგ, ეს ხომ ნახეთ. აი ეხლა თქვენ რომ მაგალითად იხილავდეთ რომელიმე ჭყალებში გახმაურებული საქმეს, თუმცა როგორც იურისტი კატეგორიულად ვეწინააღმდეგები ამ ტერმინის დამკვიდრებას, ან გახმაურებული, მნიშვნელოვანი და ესეც ასე ვთქვათ სხვადასხვა სოციალური ქსელის თუ ჯგუფის მიერ შემოგდებული თემები, ყველა საქმე არის თანაბრად მნიშვნელოვანი და ყველა საქმე არის მისი ფიგურანტისთვის სასიცოცხლო და ეგზისტენციალურად მნიშვნელოვანი.
ამიტომ ყველა სჭირდება მაღალი სტანდარტის მასწავლებლობა, ხო მეთანხმებით. დაუშვათ აი ბჭყალებში როგორც დამკვიდრებული ეს რაღაცა ის კვაზი გამონათქვამი არის გახმაურებული საქმეს იხილავთ თქვენ. და არის უამრავი, ასე ვთქვათ, ან ერთი მხარის მიერ, ან მეორე მხარის მიერ თუ სამოქალაქოზეა მით უმეტეს, ხო ეს და ვიღაცას არ მოეწონება გადაწყვეტილება. აი თქვენ რამდენად ხართ მზად ეს რო გითხრათ და უთხრათ საზოგადოებას რომ მიუხედავად აი ამისა რომ შეიძლება იყოს უამრავი ცილისწამება, ზეწოლა, 1000 რამე საზოგადოებრივი აზრის არასწორად ფორმულირება და შემდეგ ეს კიდე არ გინდათ ადამიანს გარკვეულწილად ზოგზე მეტად ზოგზე ნაკლებად მოქმედებს. ეს გითხარით თქვენ რამდენად იქნებით პრინციპული, რამდენად იქნებით შეუვალი და რამდენად ექნება ადამიანს იმის იმედი რომ აი ორ ინსტანციაში თუ რაღაც ხარვეზები იყო მივალ ეხლა მე იქ და როგორც ყოფილი ადვოკატი როგორც ჩვენ ვიცოდეთ ხო რომ აი იქ რომ შემადგენლობაში ბატონ ლევანი დამხვდება გამხილველ კოლეგიაში აი იქ ნამდვილად დავამტკიცებ ჩემს სიმართლეს ასე რომ ვთქვათ იმიტომ რომ ყველას მხარებს თავისი სიმართლე აქვს და სინამდვილეში ფაქტებზე დაყრდნობით ერთი სიმართლე არსებობს აი ეს გითხარით თქვენ ამას რამდენად მტკიცე და შეუულად შეძლებთ დიდი მადლობა მადლობა შეკითხვისთვის რა თქმა უნდა გეთანხმებით რომ მოსამართლისთვის მედეგობა ერთ-ერთი უნიშნელოვანესი და გადამწყვეტი ფაქტორია არ შემიძლია არ დაგეთანხმოთ რომ ბოლო პერიოდში საკმაოდ ხშირად სასამართლოს მიმართ როგორც ინდივიდუალურად მოსამართლეების მიმართ ასევე ზოგადად სასამართლო სისტემის მიმართ არის ხშირად სამწუხაროდ სხვადასხვანაირი ინფორმაციის გავრცელება რომელიც არანაირ რეალობას არ შეესაბამება ხშირად არის შემთხვევები როდესაც სამწუხაროდ ისიც არის გარკვეული ადამიანთა ჯგუფი რომლებიც როგორც თქვენ აღნიშნეთ არ ქონია სასამართლო სისტემასთან არანაირი შეხება არ იცის სასამართლოში რა ხდება რა სიტუაცია საქმეები როგორ იხილება მაგრამ მიუხედავად ამისა ან თავისი ინიციატივით ან ესე გაგონილი და სხვადასხვა წყაროების შედეგად მიწოდებული ინფორმაციით მაინც ლაპარაკობს ამას ანუ ჯერა ამის თუ არ ჯერა ფიქრობ რომ ძალიან სამწუხარო ფაქტია იმიტომ რომ პირველ რიგში ეს რა თქმა უნდა მოქმედებს თითოეულ მოსამართლეზე თითოეული მოსამართლე არის ადამიანი იმასაც აქვს თავისი ასე ვთქვათ როგორც ცხოვრებისეული პრინციპები სხვადასხვა ხედვა სხვადასხვა შეხედულებები სხვადასხვა წარმოდგენა სხვადასხვა აზრზე და უმეტეს შემთხვევაში მე ვიცი რომ თითქმის 24 საათის განმავლობაში მოსამართლეები ან უდიდესი საქმეებიდან გამომდინარე 24 საათის განმავლობაში იხილავენ საქმეებს ამ პროცესზე არიან ან გადაწყვეტილების პროექტზე მუშაობენ და უაღრესად დატვირთულ რეჟიმში უწევთ მუშაობა აი ამ ყოველივეს დამატებული ეს უსაფუძვლო ბრალდებები, უსაფუძვლო სხვადასხვა გამონათქვამები და გამოხატულებები ძალიან უარყოფითად მოქმედებს. შეიძლება ითქვას, რომ მოსამართლეს ხანდახან თუ კი რაიმე ყურადღება მიაქცია ამგვარ გამოთქმებს, დროც არ რჩება, რომ საქმე განიხილოს, ანუ ძალიან რთულ სიტუაციაში არიან. მე ვფიქრობ, რომ რა ვიცი, საკუთარ თავზე ალბათ რთულია საუბარი, მაგრამ ვინც იცნობს ასე ვთქვა და ვინც ასე თუ ისე რაღაც გარკვეული შეხება ქონია, თუნდაც პროფესიული ან ნებისმიერ ასპექტში. მე ვთვლი, რომ ის მედეგობა, რომელიც საჭირო და აუცილებელია ამ შემთხვევაში, შეუძლებ რომ შევინარჩუნო. ანუ გარკვეული სხვადასხვა გარკვეული ინფორმაციის თავდასხმის თუ ნებისმიერი მსგავსი გარემოებების გათვალისწინებით მაქსიმალურად შევეცდები და ვფიქრობ შევძლებ, რომ მაქსიმალურად ნაკლები ყურადღება იყოს მიქცეული ამის მიმართ, რასაც ქვია ის პროფესიონალიზმი და კვალიფიციურობა, მედეგობა და პრინციპულობა მაქსიმალურად შევინარჩუნო და ასე შევძლო ვთქვათ განხორციელება ურთულესი და საპასუხისმგებლო საქმის. მიმაჩნია, რომ ამ შემთხვევაში აი ამ გარეჩ არევებს არ მგონია, არ ვფიქრობ, რომ შემძი რაიმე ზემოქმედება კონდეს. მადლობა. მეც დაგისხოთ რამდენიმე კითხვას თქვენ საუბრობდით საკანონმდებლო ცვლილებების შესახებაც. თქვენ როგორ ფიქრობთ, საქართველოს პარლამენტი უნდა
ეცნობოდეს თუ არა სასამართლოს პრაქტიკას და პრაქტიკიდან გამომდინარე მსჯელობდეს საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ და რა არის მოსამართლის როლი როგორ შეიძლება რა ფუნქციით არის აღჭურვილი იდეაში როგორც თქვენ და კიდევ ერთხელ გისურვებთ წარმატებას და თქვენ მომავალში როგორც უზენაესი სასამართლოს მოსამართლე პარლამენტის შესაბამისი გადაწყვეტილების შემთხვევაში თუ დააწყდით ისეთ შემთხვევას რომ არასამართლიანად მიგაჩნიათ კონკრეტული ნორმა რომელიც განსაზღვრულია ნორმატიულ აქტში რა იქნებოდა თქვენს მიერ მიღებული გადაწყვეტილება დაემორჩილებოდით ნორმას და შესაბამისად განმარტავდით და მიიღებდით გადაწყვეტილებასაც თუ სხვა ღონისძიებას მიმართავდით და კიდევ ერთ გითხრათ რომ რა არის ზოგადად ამ მოცემულობაში მოსამართლის როლი რითი შეიძლება რომ მან შეიტანოს თავისი წვლილი მათ შორის საკანონმდებლო სივრცის გამოძიებაში ამ შესაძლებლობა ზოგადად აქვს თუ არა მოსამართლეს ან თუ არ აქვს უნდა ჰქონდეს თუ არა ასეთი შესაძლებლობა და შემდეგ თქვენი კითხვის შემდეგ მე კიდევ დაგისვამთ თქვენ პასუხის შემდეგ კი ბატონო მადლობა ანუ მოსამართლის როლი ამ შემთხვევაში მე როგორც ხვდები კანონსა და სამართლიანობას შორის მსგავს გულისხმობთ ალბათ რომლისკენ გადავიხრებით ან ხო იცით რა მე ასე ვფიქრობ დღესდღეობით ჩვენი კანონმდებლობა თუნდაც ისხლის სამართლის კუთხით ისეთ რაიმე ძირელ და მნიშვნელოვანს ვფიქრობ რომ არ არის რომელიც ამ ეტაპზე რაიმე გადაწყვეტას ან ცვლილებას მოითხოვდეს უშუალოდ კანონს რაც შეეხება მოდით ასე გიპასუხებთ რომ საქართველოს კონსტიტუციის და კანონმდებლობის მიხედვით საკანონმდებლო ხელისუფლება და ზოგადად კანონი უნდა მიიღებოდეს კონსტიტუციის შესაბამისად კონსტიტუცია ეს არის უმაღლესი კანონი რომლიდან გამომდინარეც დგება მე სხვადასხვა კანონების და ნორმატიული აქტების მიღება. ასეთ შემთხვევაში მე ვფიქრობ, რომ კანონი შეესაბამება კონსტიტუციას და აქედან გამომდინარე აქ რაიმე პრობლემასთან ადგილი არ გვექნება. ხოლო თუ თქვათ ვიგულისხმებთ, რომ კონკრეტული საქმის განხილვის დროს მაინც მოხდება ისე, რომ ეს კანონი თქვათ ვფიქრობთ, რომ არ არის გამოსაყენებელი ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია ვთქვათ მივდივართ წარდგინებით საკონსტიტუციო სასამართლოს რომელიც იმსჯელებს კანონის შესაბამისობასთან დაკავშირებით კონსტიტუციასთან თუ კი გადაწყვეტილება იქნება ისე რომ არ შეესაბამება ნუ ამ შემთხვევაში გასაგებია გარდა ამისა ვფიქრობ საქართველოს კანონმდებლობით არის შესაძლებლობა თუ კი რაიმე სადაო ურთიერთობა არ არის მოწესრიგებული თქვათ ამა თუ იმ ნორმით სადაო ურთიერთობა ამ შემთხვევაში შესაძლებელია კანონის ანალოგიისა და სამართლის ანალოგიის ზოგადი პრინციპების საფუძველზე მივიღოთ გადაწყვეტილება მე სამოქალაქო სამართალს გულისხმობ ამ ეტაპზე იმიტომ რომ არსებობს შესაძლოა იარსებობს იმ გორმა ურთიერთობებმა რომელიც არ არის მოწესრიგებული ამა თუ იმ ნორმით ამ შემთხვევაში აი ამ პრინციპების გამოყენება შესაძლებელია. სხვა შემთხვევაში მე მაინც იმაზე ვარ, რომ საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს მიერ მიღებული კანონი ბუნებრივია, შეესაბამება კონსტიტუციას და არ მგონია, რომ ამ მხრივ რაიმე ისეთი არსებითი პრობლემას გადავაწყდეთ, რომ კანონი თქვა საქმეში არ იყოს გამოყენებადი ან იმგვარად ხარვეზიანი, რომ საჭირო და აუცილებელი იყოს მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს. თუმცა არც ეს არ არის გამორიცხული. მადლობა. როგორ ფიქრობთ, შესაძლებელია თუ არა რომ ნორმამ შეიძინოს განსხვავებული შინაარსი პრაქტიკაში, ვიდრე ეს კანონმდებლს ჰქონდა ჩაფიქრებული. და კონკრეტულად ქცევის განსაზღვრული მოწესრიგება, რომელიც ჩაიფიქრა კანონმდებელმა, სულ განსხვავებულად აღმოჩნდა უკვე რეალიზებული პრაქტიკაში. ამ დროს აი აქედანაც სამ კუთხითაც რო გავშალოთ თქვენი პასუხი ჩემი წინანდელი კითხვის შესაბამისადაც და თანხმედრაშიც რომ აი წარმოვიდგინოთ რომ კანონმდებელმა ჩაიფიქრა ერთი მაგრამ პრაქტიკაში აღმოჩნდა მეორე თქვენ ამ ყველაფერს წააწყდით მათ შორის გაქვთ
მზაობა იმისა, რომ განსხვავებული გადაწყვეტილება მიიღოთ, ვიდრე ეს ჩამოყალიბებული პრაქტიკაა. ამ შემთხვევაში ისარგებლებდით მაგალითად იმავე ნორმით მიმართავდით საკონსტიტუციო სასამართლოს. თუ გექნებოდათ მაგალითად ისარგებლობდით იმ შესაძლებლობით, რომელიც საქართველოს ყველა მოქალაქეს აქვს და მიმართავდით საქართველოს პარლამენტს, რომ კონკრეტული საკითხის მოწესრიგების თაობაზე ემსჯელა მაგალითად საკანონმდებლო წინააღმდეგობის სახით. და საერთოდ არის კი შესაძლებელი, რომ მოსამართლემ საკუთარი აზრი საკანონმდებლო ორგანოს წინაშე საკანონმდებლო წინააღმდეგობის სახით დააფიქსიროს. თუ იგი უნდა იყოს აღსრულებელი იმ ნორმებით უნდა იხელმძღვანელოს, რომელიც უკვე საკანონმდებლო ორგანოს მიერ მიღებული არის. მადლობ შეკითხვისთვის. მოდი დავიწყებ ბოლო შეკითხვიდან და ჩემი მოსაზრებით და იგივე თქვა საქართველოს კონსტიტუციის ჩანაწერის მიხედვით მოსამართლე თავის საქმიანობაში არის დამოუკიდებელი და ემორჩილება კონსტიტუციას და კანონს. ამ პრინციპის მიხედვით აქედან გამომდინარე მე ვფიქრობ, რომ ის კანონმდებლობა, რომელიც დღესდღეობით არსებობს, ან რომელიც მომავალში იარსებებს, მოსამართლე უნდა მიყვეს აი ამ კანონმდებლობის პრინციპებს და მაქსიმალურად ეცადოს, რომ აი ამ კანონის ჩარჩოებში მაქსიმალურად მიიღოს სამართლიანი გადაწყვეტილება. მე ვფიქრობ, რომ ამის შესაძლებლობა დღესდღეობით არის. თქვენ იცით სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკა. კონვენცია არ იცვლება, მაგრამ სტრასბურგის სასამართლო თავისი გადაწყვეტილებები შეიძლება შეცვალოს გარკვეული პერიოდის შემდეგ. ანუ მოდი პრეცედენტს თუ დავუძახებთ, არასწორად იძახიან, რომ სტრასბურგის სასამართლო პრეცედენტულ გადაწყვეტილებებს იღებს. ის არ არის, ის ეყრდნობა კონკრეტულ აქტს, ეს არის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია. და არა პრეცედენტი. სხვა ავტორი მერე განმარტებით, ზოგი ავტორიტეტულ განმარტებასაც ეძახის ამას. და ეს უფრო სწორია. იქ ხომ არაფერი არ იცვლება. უბრალოდ ახალმა შემადგენლობამ ეს ნორმა უკვე სხვანაირად წაკითხა იმ სიახლეებიდან გამომდინარე. მე მგონი კითხვა ეს უფრო იყო. თუ დაგიდგა თქვენ ის, რომ აი როგორც სტრასბურგის სასამართლომ შეცვალა თავის პრაქტიკა, თუ რო ნახოთ 10 წლის წინადელი გადაწყვეტილება, ვთქვათ, რაღაცა მე-6 ან მე-5 ან რომელიმე X მუხტს სხვანაირად განმარტავდა და ისე იღებდა გადაწყვეტილებას და 10 წლის მერე ამბობენ, რომ არა, ეხლა ჩვენ სხვანაირად წავიკითხეთ და არაფერი არ შეცვლა იმ კონვენციაში და იღებენ იმავე ნორმის მითითებით სხვა გადაწყვეტილებას. მე მგონი კითხვა იყო ის, რომ თქვენ ამისთვის მზად ხართ თუ ჩათვალეთ, რომ თქვენ წინამორბედების გადაწყვეტილებები უკვე სხვანაირად შეიძლება უკვე კანონი იქნას საკითხული, კანონში ცვლილების გარეშე. და მიიღოთ სხვა გადაწყვეტილება. ამისთვის თუ ხართო მზად თუ ამაზე თუ გიფიქრიათო, ამაზე მე მგონი ეს იყო კითხვა და ეს მადლობა შეკითხვისთვის. მოგეხსენებათ პირველ რიგში ალბათ უნდა ვახსენოთ ის, რომ საქართველოს სასამართლოების პირობებში, ამ შემთხვევაში ვახსენებ უზენაეს სასამართლოს პალატის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ეს როგორც ასეთი სავალდებულო შესასრულებელი არ არის. თუ არ შევხვდით დიდ პალატას, რომელიც თუ ნორმის განმარტებას ახდენს და ასე შემდგომ. მე პირადად ვთვლი ჩემი მოსაზრება ასეთია, რომ ვთქვათ, შეიძლება რომელიმე კონკრეტული საქმე იყოს განხილული, გადაწყვეტილება გამოტანილი და ვთქვათ წლების შემდგომ, ან შესაძლებელია წლების შემდგომაც არა და ვთქვათ უახლოეს მომავალშიც მსგავსი საქმე იყოს სასამართლოს წარმოებაში. მე მაინც ვიხრები იქითკენ, რომ თითოეული საქმე ამ შემთხვევაში არის ინდივიდუალური. საქმეში წარმოდგენილი გარე ნორმის საკითხზე გეუბნებით, ნორმის განმარტებაზე. სასამართლო თავის გადაწყვეტილებით განმარტავს კანონს. აქ არის ლაპარაკი ეს საქმე თუ ის საქმე. აქ არის ლაპარაკი, რომ ნორმას შეხედოთ სხვანაირად განმარტოთ თქვენი გადაწყვეტილების მიღების დროს. აი ისე როგორც სტრასბურგი 10 წლის მერე იმ ნორმას, ვთქვათ, ადამიანის უფლებათა აქტში სხვანაირად განმარტავს. ნორმა არ შეცვლილა, არაფერი არ შეცვლილა, უბრალოდ სხვანაირად განმარტა და შესაბამისად ამ ახალი განმარტების საფუძველზე მიიღო ახალი გადაწყვეტილება. აი ამაზეა საუბარი. მე
ვის ხომ არ გულისხმობს თქვენ ამ შემთხვევაში პრეცედენტული გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით? პრეცედენტი არ არსებობს რა, ეს არასწორი ტერმინოლოგიაა პრეცედენტისა, პრეცედენტული სამართალი სხვა რამეა და ის არის ბრიტანეთში და ამერიკის შეერთებულ შტატებში. აქ არის ლაბარაკი, რომ სტრასბურგის სასამართლო 10 წლის განმავლობაში მეხუთე მუხზე, მეშვიდე მუხზე, მერვე მუხზე ერთნაირი პრაქტიკას ახორციელებდა და ერთნაირი გადაწყვეტილებებს იღებდა ერთგვაროვან გადაწყვეტილებებს. გავიდა 10 წელი და ახალმა შემადგენლობამ სტრასბურგისა და ამის ბევრი პრეცედენტი არსებობს. ეს ნორმა უკვე სხვანაირად წაიკითხა და მიიღო განსხვავებული გადაწყვეტილება იმავე ნორმიდან გამომდინარე, მაგრამ უკვე სხვანაირად განმარტა ეს ნორმა. ამაზეა ლაპარაკი. ანუ ის სხვანაირად შეხედა ამ მოხდა თქვა რომ კი აქამდე იყო ეს პრაქტიკა, მაგრამ ეხლა მევცვლი პრაქტიკას. მე ამ გადაწყვეტილებას ვიღებ უკვე სხვანაირად ვკითხულობ ამ მოხდს. ეს არის დოქტრინალური სასამართლოს მთავარი დატვირთვა, რომ ისიც დოქტრინალური სასამართლოა. იქ პრეცედენტულისგან იმით განსხვავდება, რომ პრეცედენტი წყაროა სამართლის. წყაროა სამართლის ამერიკის შეერთებულ შტატებში პირდაპირ როგორც სამართლის წყაროს ისე უთითებენ გადაწყვეტილების მიღების დროს დასაბუთებაში. როგორც წყაროს ამას ვამბობთ და არა როგორც ავტორიტეტულ განმარტებას. აქ ესე არ არის. ხო და ამას გეკითხებით, რომ ხო ხართ საათ იმისათვის თუ დადგა რაღაცა დრო და თქვენი სხვანაირად წაიკითხეთ, წინა პრაქტიკას დიდი ყურადღება არ მიაქცევთ და დაასაბუთოთ სხვანაირად. სხვანაირად წაიკითხოთ ნორმა. გასაგებია, მე ვხვდი. მე ვფიქრობ, რომ კი ბატონო, შესაძლებელია და ეს ასეც უნდა იყოს. დროთა განმავლობაში იგივე სამართლებრივი ურთიერთობების და როგორც ესეთი სამართლიანობაც იცვლება, ისაც დღეს არის სამართლიანი, თქვა წლების განმავლობაში არ ყოფილიყო სამართლიანი, ან პირიქით მომავალში არ იყოს. ასე რომ აი ამ საფუძვლით შესაძლებელია გარკვეული დროის გასვლის შემდგომ ეს ნორმა განიმარტოს სხვანაირად და მიღებული იქნას სხვა კუთხით გადაწყვეტილება. გავიგე. კი ბატონო, მადლობა. თხოვთ თქვენ ხომ არ გაქვთ ბატონო დავით განმოდონ თამარ. ერთ კითხვას დაგისვამ. მოგესალმები, წარმატებას გისურვებთ. მადლობა. დღეს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა არის ხელოვნური ინტელექტი, როგორც სამართალში, ესე ალბათ მართლმსაჯულების პროცესში და მე მაინტერესებს თქვენი ხედვა. როგორია ხელოვნური, რა თქმა უნდა, სასარგებლოც არის, მაგრამ გარკვეულ რისკებთანაც არის დაკავშირებული და თქვენ როგორ ხედავთ ხელოვნური ინტელექტის გამოყენების შესაძლებლობებს მართლმსაჯულების გამოყენების პროცესში? დიდი მადლობა. მადლობ შეკითხვისთვის. სიმართლე მოგახსენოთ ამ საკითხზე ნამდვილად არ მაქვს ნაფიქრი. ხელოვნური ინტელექტის გამოყენება ვთქვათ სამართალ-წარმოებაში. ვერ გეტყვით, ვერ მოგახსენებთ. თუ კი ვთქვათ ამ ხელოვნური ინტელექტის ვთქვათ ასე თუ ისე რაღაცა გარკვეული ინფორმაციას გავაიგივებთ, რომ თქვათ დამაჯერებელია, თუ არის ამის საშუალება იდენტიფიცირება, რომ ეს ნამდვილად ასეა, თუ კი რაღაც მტკიცებულების მსგავსი ძალა ან სახე ექნება, შესაძლებელია ფიქრი ამაზე, თორე ესე ზოგადად გამიჭირდება პასუხის გაცემა ამ თემზე. მადლობა ნამდვილად და გისურვებთ წარმატებებს ყველანაირ საკითხში. გთხოვთ, რომ შესაბამისად ადგილი დაუთმოთ შემდგომ კანდიდატს ბატონ მიხეილ ჯინჯოლიას. ბატონი დაკეცხრა უკვე რომ დავასრულოთ ყველა კანდიდატთან განხილვა, შემდეგ მოხდება თითოეულმა თქვენ. ორმესი მადლობა შეკითხვებისთვის, ორმესი მადლობა კაი გარემოსთვის და ასევე წარმატებებს გისურვებთ. დიდი მადლობა. ბატონი მიხეილ ჯინჯოლია გახლავთ 38 წლის, არის განათლებით იურისტია, 2008 წელს ივან ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის კუთხით იურისტის კვალიფიკაცია აქვს მინიჭებული, 2014 წელს კავკასიის უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობა, სამართლის მაგისტრი, სამუშაო გამოცდილება ბატონი მიხეილის არის 14 წელი. აქედან 4 წელი და 8 თვის განმავლობაში მას აქვს მოსამართლეს მუშაობის გამოცდილებაც. იგი 2023 წლის 1 დეკემბერს მოსამართლის თანამდებობაზე გამწვეს და უვადოდ.
2022 წლის ნოემბრიდან დღემდე არის თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე და აქვს რა თქმა უნდა როგორც მოგახსენეთ ფართო გამოცდილება აღნიშნული კუთხით ეწევა აკადემიურ საქმიანობას და სხვადასხვა წელს სხვადასხვა ფორმით და ენების თაობაზეც აქვს ინფორმაცია შესაბამისად ამავდროულად გთხოვთ რომ ბატონო მიხეილ გთხოვთ მობრძანდეთ მიმართოთ კომიტეტსაც თუ გაქვთ ამის სურვილი რისთვისაც გაქვთ თქვენ 5 წუთი ხლა ისმის ხო მოგესალმებით პირველ რიგში ვიტყვი რომ დიდი პატივია დღეს თქვენს წინაშე წარდგომა მე გახლავართ მიხეილ ჯინჯოლია თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინა სასამართლო სტომის კოლეგიის მოსამართლე და ბოლო 3 თვის განმავლობაში ამავე კოლეგიის თავმჯდომარე მიხარია რომ მომეცეს საშუალება წავწერ თქვენს წინაშე ჩემ ხარდაჭერის შემთხვევაში გვერდებით რომ თელს ჩემს ძალას ენერგიას სულს და გულს შავდებ ამ საქმეში და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის რომ თქვენი მოლოდინები გავამართლო მადლობა მადლობა კოლეგებო კითხვები დიახ ბატონ დავით მოგესალმებით ბატონ მიხეილ გისურვებ წარმატებას ტრადიციულად მინდა დაგისვათ ასეთი კითხვა თქვენი სამოსამართლეო პრაქტიკის ჭრილში ან ისედაც მის მიღმა უზენაეს სასამართლოს გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით ხომ არ ქონიათ მოცემულობა მდგენელი რომ არ დათანხმები ხართ უზენაეს სასამართლოს გადაწყვეტილებას და მისგან განსხვავებული გადაწყვეტილება მიგიღიათ ან ხომ არ ყოფილა ისეთი მოცემულობა სადაც თქვენი სამოსამართლეო ხედვით გადაწყვეტილებას სხვა გეზი სხვა ფორმა უნდა ქონოდა და უზენაეს სასამართლო თქვათ არ დაეყო მანამდე უზენაეს სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს და განსხვავებული გადაწყვეტილება მიიღო და ამას თქვენ დაეთანხმეთ ან არ დაეთანხმეთ აი რამე გამორჩეული საკითხი უზენაეს სასამართლოს როგორც დოქტრინული არსის მქონე ინსტანციის გადაწყვეტილებებთან მიმართ ხო არ ქონია თქვენი სამოსამართლეო გამოცდილების და პრაქტიკის განმავლობაში ეს ერთი კითხვა და მეორე კითხვა შეჯიბრებითობა და ინკვიზიციურობა თქვენ მართალია სისხლის სამართლის სპეციალიზაციით მიბრძანდებით უზენაეს სასამართლოში თუ კი მხარდაჭერა გექნებათ ბუნებრივია მაგრამ მაინც მინდა კითხოს ესეთი რაღაც შეჯიბრებითობის საკითხი სამოსამართლეო პრაქტიკის ჭრილში მაშინ როდესაც შეჯიბრებითობა გულისხმობს მაგალითად სამოქალაქო სამართლებრივ ურთიერთობების შევეხები თუ კი შეჯიბრებითობის თვალსაზრისით მხარემ ვერ წარმოადგენენ მტკიცებულებები რომელიც იყო წარმოსადგენელი მაგალითად პირველი ინსტანციის სასამართლოში და შემდგომ უკვე არის რეალურად ფიზიკურად არსებობს ასეთი მტკიცებულებები მაგრამ მან ეს ვერ შეძლო პირველ ინსტანციაში წარადგინა მეორე ინსტანციაში არ არის საპატიო მიზეზი ამიტომაც მეორე ინსტანციის სასამართლო და შემდგომი ინსტანციები ბუნებრივია ამ მტკიცებულებებს ვერ ეყნობიან ხომ არ უშლის ეს ხელს საბოლოოდ იმ მიზნის მიღწევას რაც სასამართლოს საქმიანობის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია ხომ სამართლიანობის დადგენის თვალსაზრისით ხო არ ქმნის პრობლემას ის რომ მოსამართლეს დისკრეცია არსებული კანონმდებლობის გათვალისწინებით არ არის ისეთი ფართო, რომ მან თვითონ მოითხოვოს მხარისგან გარკვეული თუ კი ჩათვლის ასეთაც საჭიროა, გარკვეული მტკიცებულებების წარმოქმნა იმისთვის, რომ საქმეზე სიმართლის ჭეშმარიტების დადგენა, მართლმსაყოფნ მართლის დადგენა რეალურად სასამართლოს დანიშნულება. მე მესმის, რომ ობიექტური ჭეშმარიტება ერთი საკითხია, სამოქალაქო სამართლებრივ ჭრილში მეორე თემატიკაა, მაგრამ ალბათ თქვენც გსმენიათ და ჩვენც აი ჩვეულებრივ საზოგადოებრივ ცხოვრებაში ხშირად ყოფილა შემთხვევა, რომ მაგალითად მხარე, რომელსაც არ ყოლია კარგი ადვოკატი, მას არ ქონია შესაბამისი შესაძლებლობა, რომ ისეთი კვალიფიციური ადვოკატი აიყვანა, რომელიც მის უფლებებს ასე კარგად დაიცავდა, ან თვითონ იცავდა უფლებებს, ან სათანადო სამართლებრივი უზრუნველყოფის გარეშე და საბოლოო გადაწყვეტილებით ის დარჩენილა ამ სამართლიანობის ფარგლებს მიღმა.
აქ ხომ არ წაეხმარებოდა სასამართლოს და მხარეებს და საბოლოო მიზანს ის რომ მაგალითად თუნდაც სამოქალაქო სამართალში ქონოდა მოსამართლეს მეტი დისკრეცია ინკვიზიციურად მოეთხოვა გარკვეული მტკიცებულებები თუნდაც პირველივე ინსტანციაში და ამით პრევენცია მოეხდინა იმით რომ საბოლოო გადაწყვეტილება არ იქნებოდა ანუ არაცდებოდა იმ სამართლებრივ და უფლებრივ ჩარჩოებს რომელიც იმ კონკრეტული кейსის შემთხვევაში ქონდა ამ მოსამართლეს წარმოქმნილი. ხომ არ ჯობს მოსამართლეს ქონდეს მეტი ინკვიზიციურობა სამართლიანობის დადგენის საკითხში. ეს არის მეორე კითხვა ჩემი. მოგესალმებით კიდევ ერთხელ. დიდი მადლობა შეკითხვისთვის ბატონო დავით. პირველი შეკითხვა იყო თუ იყო ესეთი შემთხვევა, როდესაც არ ვითანხმებოდი უზენაეს სასამართლოს დადგენილ პრაქტიკას და დამიდგენია ჩემი პრაქტიკა. ყოველდღიურ საქმიანობაში მინდა გითხრათ სისხლის სამართალში, როგორც აქვე ხვენძიების გამოყენებისას ასევე სისხლის სამართლის კოლეგიაში ვიყავი და ვიხილავდი შესაბამის საქმეებს, რა თქმა უნდა, ყოველდღიურად ვიყენებთ უზენაეს სასამართლოს პრაქტიკას სხვა საკითხებთან დაკავშირებით, იქნება ეს ირიბ ჩვენებასთან დაკავშირებით, ნარკოტიკულ დანაშაულებთან დაკავშირებით, მაგალითად როდესაც ორი პირი შეიძლება ნარკოტიკულ საშუალებას იყო ესეთი პერიოდი ასე ვთქვათ როდესაც მათი ქმედება კვალიფიცირდებოდა გასაღებად და მეორეს კი შეძენათ, მაგრამ უზენაესმა სასამართლომ ბრძანა როდესაც ერთი პიროვნება მაგალითად მეორეს ეხმარება ნარკოტიკულ საშუალების შეძენაში ამ შემთხვევაში გასაღებას არ აქვს ადგილი და არის მაგალითად დახმარება შეძენაში, ასევე სხვა გადაწყვეტილებებს ვიყენებთ ყოველდღიურ ცხოვრებაში და ისეთი შემთხვევა რომ უზენაეს სასამართლოს პრაქტიკისგან განსხვავებული პრაქტიკა დამედგენა, ნამდვილად არ მქონია, ვიყენებთ უზენაეს სასამართლოს პრაქტიკას ყოველდღიურ საქმიანობაში და შესაბამისად გამოგვაქვს კანონიერი გადაწყვეტილებები. რაც შეეხება მეორე საკითხს შეჯიბრებებას თუ ინკვიზიციურობას, მე სისხლის სამართლის სპეციალისტი გახლავართ და ჯერ პროკურატურაში მუშაობდი, შემდეგ კი სისხლის კუთხით 5 წელია თბილისის საქალაქო სასამართლოში ვარ, სხვა კოლეგიაში. მოგახსენებათ ჩვენთან არის შეჯიბრებითობის პრინციპი, ამ შემთხვევაში მოსამართლეს აქვს არბიტრის როლი და მხარეებზეა დამოკიდებული, ისინი წარმოადგენენ თუ არა შესაბამის მტკიცებულებას და მათ მიერ წარმოადგენენ მტკიცებულების საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას სასამართლოს. აქ შეიძლება ითქვას, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ოდნავ ინკვიზიციურობის პრინციპი იქნა შემოტანილი, როდესაც მოსამართლეს შეკითხვის დასმის საშუალება მისცა, თუმცა იმასაც თავის ფარგლები აქვს, ეს უნდა იყოს დაზუსტების მიზნით, როდესაც რაღაც საკითხი გაურკვეველია, თქვათ რომელიმე მხარე რომ არ დაიჩაგოს, ამ შემთხვევაში უკვე დასმულ შეკითხვასთან დაკავშირებით უნდა დავაზუსტოთ და არსებითად ახალი შეკითხვები არ უნდა დავსვათ და ჩვენ არ უნდა ინკვიზიციურობაში არ უნდა გადავიჭრათ. იმაშნია რომ შეჯიბრებების პრინციპის ფარგლებში მიმუშავე ასე ვთქვათ სულ და ვემხრობი შეჯიბრებითობის პრინციპის არსებობას სისხლის სამართალში. მოკლე კითხვაც და დავასრულებ. ნაფიც საჯულთა ინსტიტუტს როგორ უყურებთ როგორც იურისტი? ესაა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი და როგორ თვლით თქვენი აზრი მაინტერესებს, რამდენად ესადაგება ნაფიც საჯულთა თემატიკა ამის გადმოტანა ქართულ რეალობაში, მით უმეტეს ეს პატარა ქვეყანაში როგორც არის საქართველო და თვლით ხომ არ თვლით რომ მაგალითად კვალიფიციური მოსამართლე იურისტი თავისთავად ცხადია თავის სათანადო კვალიფიკაციით მას საერთოდაც არ გაუჭირდება ერთი იქნება ის თუ კოლეგიურად რამდენიმე მოსამართლის ფარგლებში მოხდება განხილვა საქმის მას საერთოდ არ გაუჭირდება დადგენა იმისა კონკრეტულად არის თუ არა ადამიანი დამნაშავე კონკრეტულ საქმეში და ეს ნაფიც საჯულთა ინსტიტუტის სეგმენტი რამდენად წაადგება და რამდენად ადგება ზოგადად რამდენად არის კარგი სამართლიანობის საბოლოო მიზნის მიღწევას ანუ ნაფიც საჯულთა ინსტიტუტის მოცემულობა თქვენ პოზიტიურად აფასებთ თუ თვლით რომ შესაძლოა ამ ინსტიტუტის გარეშეც სასამართლო სამართალწარმოება იყოს წარმატებული და ეს უფრო ტვირთია თქვა საზოგადოებისთვის ვიდრე რაიმე ფორმით დახმარება მართლმსაჯულებისთვის. კი ბატონო. კითხვას გავაგრძელებთ. თქვენი პასუხი აბსოლუტურად არ იმოქმედებს ჩემ გადაწყვეტილებაზე, იმიტომ რომ შეიძლება ერთის მომხრე იყოს არ მეორეს, ეს უბრალოდ სოფხედელობის საკითხია. წინასწარ გეტყვით რომ უარყოფითი დამოკიდებულება მოხდა გისმენთ.
ხო, აი საინტერესო არის, იმიტომ რომ აი ბატონი მინდია უგრეხელიძის ცნობილი სტატიები ამის თაობაზე დარწმუნებული ვარ თქვენთვის ცნობილი. სტრასბურგმა ერთ პერიოდი მიიღო გადაწყვეტილება, რომ არ არისო ეს მართლმსაჯულებაო და სხვა რაღაცას შეადარა. მერე სამწუხაროდ რაღაცა გავლენები უფრო ოკეანის გადაყვიდან ალბათ იმოქმედა და მერე შეცვალეს ეს პრაქტიკა. ხო და აი ამ ჭრილშიც აი ის თქვა, რასაც ბატონი მინდია ასაბუთებს, რომ ეს მართლმსაჯულება არ არის და საკმაოდ სერიოზული მომხრეები ყავს რაღაც მსოფლიოში, რომ ეს მართლმსაჯულება არ არის. აი ამ კუთხითაც მაინტერესებს თქვენი აზრი. ისე ვამბობ, თქვენ პასუხს ჩემთვის არავითარ მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ რომ ეს მსოფლმხედველობის საკითხია, რომელიც არ შეუშლის. თუმცა საინტერესოა თქვენი ის გავიგოთ, მიდგომა და ხედვა. კი ბატონო. დიდი მადლობა ეს საინტერესო შეკითხვის დასმისთვის. ნაფიცსაჯულთა ინსტიტუტთან დაკავშირებით მოგახსენებთ, რომ დადებითად არ ვაფასებ, შეიძლება ითქვას, ამას და გარკვეული მიზეზები აქვს, ანუ ობიექტურად რატომ. თქვენ სწორად აღნიშნეთ, რომ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ შეცვალა პოზიცია აღნიშნულთან დაკავშირებით, შეებრძანა ეს სასამართლო, არ არისო, შემდეგ ბრძანა რო კი სასამართლო. ბატონმა მინდია მას აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში ემოციის საფუძველზე ხება ნაფიცსაჯულთა სასამართლოში გადაწყვეტილების მიღება და არა პროფესიონალი მოსამართლე იღებს გადაწყვეტილებას. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მხოლოდ ეს საკითხი რომ არ იყოს, რომ ისეთი ადამიანები იღებენ გადაწყვეტილებას, რომელსაც შესაბამისი ცოდნა, გამოცდილება და კვალიფიკაცია არ გააჩნიათ და ემოციის საფუძველზე იღებენ. ეს დაკავშირებულია დროშის საქმის განხილვის დიდად გაჭიანურებასთან, ასევე უზარმაზარ ფინანსებთან და რომ გადავხედოთ, ალბათ სულ განხილულ იქნება დაახლოებით 100-მდე საქმე. თვითონ ბრალდებულებიც, რომ თქვათ, ბრალდებულსაც ურჩევნია, რომ კვალიფიცურმა და მცოდნმა ადამიანმა განიხილოს საქმე. მე შევწრები ვარ ერთხელ ერთ-ერთ საქმეზე, ერთ-ერთ ცნობას დავესწარი ნაფიცსაჯულთა შერჩევის. თვითონ მოქალაქეებიც ალბათ იქიდან გამდინარე, რომ პატარა ქვეყანა ყველას იცნობს, არ სურს ნაფიცსაჯულთა რეალობა, ეს არის მონაწილეობა. ოკეანის გადაღმა დიდი ქვეყანაა და 300 მილიონი ადამიანი ცხოვრობს და იქ სხვა სიტუაცია. და მოქალაქეები ძირითადად ცდილობენ თვითონ არ მიიღონ მონაწილეობა. მაგალითად ადამიანს უნარჩუნება მართალია სამსახური როცა ნაფიცსაჯულია, მაგრამ თუ მაგალითად სოფლის მეურნეობაშია დაკავებული და ყავს რამდენიმე რაღაც შინაური პირუტყვი, ასეთ შემთხვევაში თვით დასაქმებული ასე შეიძლება ითქვას, იმ ადამიანს არ სცადია რომ ნაფიცსაჯულად მიიღოს მონაწილეობა და ყველანაირად ცდილობს რომ თავი აარიდონ. ზოგი ამბობს, აი შევსწრები ვარ, რომ სმენა არა მაქვს აიყურში არ მესმისო და მოსამართლე რომ მიმართა, ყველაფერი გაიგო და ეს როგორ აიგეთ მაშინა და მე მიხვდა და უიუიო ხო არ მესმისო და აი სხვა მიზეზს იგონებენ რომ არ მოწმენ. მაგის გამოთ ბატონო მიხეილი შევახსენებ საზოგადოებას, რომ თქვენს გემახსოვრებათ 2 წლის უკან ჩვენ დაგჭირდა სპეციალურად კანონში რეგულაციების ჩასწორება იმის გამოთ, რომ ჩამოგვეწია შესაბამისად, რომ უფრო მეტი შესაძლებლობა ყოფილიყო. იმდენად პრობლემური იყო, ასე ვთქვათ, ნაფიცსაჯულებთან მიმართებაში, იმიტომ რომ პრაქტიკულად სურვილის დონეზე კი არა გავამკაცრეთ რეგულაციები და შესაბამისად უფრო მეტად, ასე ვთქვათ, წამახალისებელი ერთგვარი ერთფექტებით ჩავდეთ და იმის თქმა მინდა, რომ დაახლოებით 2 წლის უკან სწორედაც ჩვენ კომიტეტში გამოიარა ამან და საზოგადოების გასაგონად მინდა ვთქვა და იმ პირების გასაგონად სხვათა შორის, ვინც აქტიურად უჭერდა ამას გაფართოებას ხარს, რომ არსებული სიტუაციაში არის მთელი რიგი გამოწვევები, არავის არ უნდა მთელი რიგი ფაქტორების გათვალისწინებით, არ ვიცი რა ფაქტორი შეიძლება იყოს, რომ მიიღო ამ საპატიო საკითხში მონაწილეობა, თუმცა საზოგადოება როგორც ჩანს ამისთვის ჩემთა სამწუხაროდ ჯერჯერობით ალბათ არ არის მზად. რეალობა ასეთია, რომ სავარაუდოდ კი არა და მზად არ არის მოსახლეობა აღნიშნულსაც. იგივე რომ გავიხსენოთ ბატონო თენგის O.J. Simpson-ის საქმე, სადაც უამრავი მტკიცებულება იყო, პასუხისმგებაში მიეცათ, მაგრამ ნაფიცმსაჯულებმა ამერიკის შეერთებულ შტატებში O.J. Simpson-ი გაამართლეს. და არაერთ საქმე არსებობს, რა თქმა უნდა და მიუღებელია ემოციის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება, რომ სისტემა ჩასაფრებული იყო, რომ გამოიჭირა. რომ რამე ეპოვათ და ერთი პატარა ხულიგნობის მაგვარი ქმედება ჩაიდინა O.J. Simpson-მა და არ მახსოვს 14-15 წელი მისცეს, იმიტომ რომ იმდენად უსამართლო გადაწყვეტილება იყო მიღებული, რომ ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ რაღაც სხვანაირად მაინც გამოესწორებინათ. ეს უკვე მანიშნებელია იმისა, რომ ეს არ მუშაობს ისე როგორც უნდა მუშაობდეს. ფორმალიზმამდე დადის ამ. გეთანხმებით. მადლობა შეკითხვისთვის. მოგესალმებით ბატონო მიხეილ, გისურვებთ წარმატებას.
ერთი საკმაოდ ლაკონიური და ესეთი ზოგადი თითქოს კონტექსტის მატარებელი კითხვა მექნება თქვენთან, მაგრამ ალბათ მეორე მხრივ შინაარსობრივად შეიძლება ძალიან ბევრი ვისაუბროთ ამაზე. რომ ავიღოთ ორი ტერმინი, ორი სიტყვაც შეთანხმება, ერთი მხრივ კანონის უზენაესობა და მეორე მხრივ სამართლის უზენაესობა. დასვამდით თუ არა თქვენ აი ამ ორ ტერმინს შორის ტოლობის ნიშანს არის თუ არა ისინი არიან თუ არა ერთმანეთის სინონიმები, ან თუ ასე არ ფიქრობთ, მაშინ რა გაძლევთ ამის თქმის საშუალებას. დიდი მადლობა. კი ბატონო. კანონის უზენაესობა და სამართლის უზენაესობას რაც შეეხება, სამართლის უზენაესობა ჩემთვის მაინც სამართლიანობასთან ასოცირდება და თუ არჩევანის გაკეთება მომიწევს კანონიერი იყოს გადაწყვეტილება თუ სამართლიანი, რა თქმა უნდა, მე ყოველთვის ავირჩევ გადაწყვეტილებას, რომელიც იქნება კონსტიტუციისა და კანონის შესაბამისი, ანუ კანონიერი. ეს შემიძლია გითხრათ აღმაშულთან დაკავშირებით. მადლობა. კოლეგებს ვაკითხებით თუ არის? ბატონო ხემაში მეც დაგისვამთ რამდენიმე კითხვას დაახლოებით იმავე შინაარსის ზუსტად იგივე სიტყვებით რა თქმა უნდა ვერ დავსვამ, მაგრამ შინაარსი იქნება იგივე რაც ლევანთან ჰქონდა. როგორ ფიქრობთ, ნორმა შეუძლია თუ რა შეიძინოს ახალი შინაარსი? მას შემდეგ რაც კანონმდებელი მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას, რაზე არის ეს დამოკიდებული, თქვა თუ შეიძლება რომ ნორმა ახალი შინაარსი შეიძინოს, რაზე ეს დამოკიდებული? რა უცვლის ნორმას შინაარს, რა ან ვინ უცვლის ნორმას შინაარს და შეცვლის შემთხვევაში როგორი უნდა იყოს კანონმდებლის როლიც? უნდა ეცნობოდეს თუ არა კანონმდებელი სასამართლო პრაქტიკას, როგორ უნდა იყოს ჩართული მაგალითად სასამართლოც და უნდა იყოს თუ არა უნდა იყოს ჩართული კანონის ნორმის შემოქმედებაში მოსამართლეც და თუ უნდა იყოს რა ფორმით შეიძლება იყოს ჩართული მოსამართლე, თუ უნდა იყოს მოსამართლე მხოლოდ ნორმის განმარტებელი და ნორმის შემფარდებელი და უნდა იყოს შეზღუდული იმ ჩანაწერებით, რაც ნორმაში არის შეუძლია თუ არა რაიმე სხვა ქმედება განახორციელოს, ისეთი რომელიც მას მიაჩნია მიზანში წამეთ, როდესაც კონკრეტულ საკითხის გადაწყვეტისას კონკრეტულ ნორმას კითხულობს. ბატონო, კარგად ვასწრე. დიდი მადლობა შეკითხვისათვის. მოცემულ შემთხვევაში მიმაჩნია რომ მოსამართლის კონკრეტულ შემთხვევაში უზენაეს სასამართლოს მოსამართლის შემთხვევაში ეს უზენაეს სასამართლო არის დოქტრინალური სასამართლო, მოსამართლეები ეწევიან სასამართლო ეწევა ნორმის განმარტებას, მიმაჩნია რომ მოსამართლე არის ნორმის შემფარდებელი და მისი ამ შემთხვევაში შესაძლოა არის ნორმის განმარტება, რაც შეეხება კანონის შემოქმედების საქმიანობას, რა თქმა უნდა მოსამართლე ვერ განახორციელებს აღნიშნულს, თუმცა შესაძლებელია თქვათ გაიმართოს გარკვეული დისკუსიები, შეხვედრები, თქვათ სასამართლოსა და პარლამენტარებს შორის და სჯელობის საფუძველზე, თქვათ მიღებული იქნას რაღაც რეკომენდაციები სასამართლომ თავის წარადგინოს კონკრეტულ ნორმასთან დაკავშირებით. თუ გაითვალისწინებს პარლამენტი კი ბატონო, თუ არ გაითვალისწინებს, რა თქმა უნდა, კანონის შემოქმედი არის პარლამენტი და მისი გადასაწყვეტია აღნიშნული, თვითონ მოსამართლეს რაც შეუძლია მხოლოდ ნორმა განმარტოს და გამოვიდეს მხოლოდ კანონის ჩარჩოდან. ასევე არსებობს მოგეხსენებათ კონტრალეგემ განმარტება, ამასაც თუ გულისხმობდით, რომელიც შეიძლება განხორციელდეს ძალიან იშვიათ შემთხვევაში და მხოლოდ მარწეს რიგის ფარგლებში და მოსამართლეს არანაირი უფლება არ აქვსო არსებითი გადახრა განახორციელოს კანონის ნორმიდან და თვითნებურად განმარტოს ნორმა. მადლობა. მადლობა. გამომდინარე თქვენი ეხანდელი საქმიანობიდან თქვენ სისხლის სამართლის საქმეებს განხილავთ. ბევრი ცვლილება შევიდა სისხლის სამართლის კოდექსში, მათ შორის პროცესში 2025 წლის საგაზაფხულო სესიის მიმდინარეობისას. რომელი არის თქვენი აზრით ისეთი ცვლილებები, რომელიც მნიშვნელოვნად ცვლის და რომელმაც მნიშვნელოვნად შეცვალა მანამდე არსებული საკანონმდებლო სივრცე, რომელსაც შეუძლია და აქვს შორის ამბიციაც, რომ გააუმჯობესეს საზოგადოებაში არსებული
კონკრეტული პრობლემა. ასეთი თუ მიგაჩნიათ რომელი? კი ბატონო, გეთანხმებით. და რა კუთხით, ანუ რა კუთხით ვთვლით თქვენ როგორც კვალიფიციური იურისტი? კი ბატონო, მადლობა შეკითხვისათვის. გეთანხმებით, მრავალი ცვლილება შევიდა, როგორც მატერიალურ კოდექსში, ასევე საპროცესო კოდექსში. მე მაგალითად მატერიალურ კოდექსთან დაკავშირებით გავიხსენებდი, ვინაიდან შეხება მქონია და განმიხილია ნაროწულ დანაშაულთან დაკავშირებული დანაშაულები და ჩემი პოზიცია გამრე მადლობაც მინდა მოგახსენოთ, ვინაიდან პარლამენტს სიტუაციის მაჯისცემას აღიქვამ შეიძლება ითქვა, მაგალითად 260-ზე მეოთხე პრემი, რომელიც იქნა შემოტანილი და გულისხმობს იმ პიროვნების პასუხისმგებაში მიცემას, ვინც ნარკოტიკული საშუალებების გასაღებაში ეხმარება პიროვნებას, ადრე აღნიშნული მუხლი არ არსებობდა და საშუალებას ჰქონდეს ნარკოტიკული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლაში აქტიურად ვიმოქმედოთ. მადლობა. მადლობა. მე სხვა შეკითხვები არ მაქვს. კაბატონ თამარ, ბატონ დავით, თქვენ ხომ არ გაქვთ კითხვები? კითხვა ხელოვნური ინტელექტთან დაკავშირებით მართლმსაჯულებაში მისი გამოყენების თაობაზე იქნებ თქვენი ხედვა, თქვენც რომ გითხრათ და მეორე ესეთი კითხვა მექნება, როგორც სისხლის სამართლის სპეციალისტთან, აქაც სამართლებრივი და ეთიკური ბალანსის ნაწილში, ევთანაზიასთან დაკავშირებით როგორ ფიქრობთ? სიცოცხლის უფლება რა თქმა უნდა აბსოლუტურია, მაგრამ ხომ არ შეიძლება ამაზე ფიქრი, რომ დაუშვათ შესაძლებელი იყოს მისი შეზღუდვა, დაუშვათ აუტანელი ტანჯვის ან პიროვნული ღირსების, ესე იგი პიროვნულ ღირსებასთან მიმართებით. ევთანაზიასთან დაკავშირებით. კი ბატონო, მადლობა შეკითხვისათვის. ევთანაზიასთან დაკავშირებით მოგახსენებთ, რომ როგორც ცნობილია ჩვენთან პასიური ევთანაზია არის მიღებული, რაც გულწრფელს იმას, რომ ადამიანი იმყოფება ტერმინალურ სტადიაზე და შესაბამისად მისი გამორთვა ხორციელდება აპარატიდან, ვინაიდან ფაქტიურად ის გარდაცვლილია, აღნიშნული ხორციელდება ან თავიდანვე პაციენტის წერილობით თანხმობით, ან ოჯახის თანხმობით და აღნიშნული თქვათ მიდგომა ჩემის აზრით მისაღებია სხვა გაფართოებაზე ან სხვა იმაზე, სიმართლე რო გითხრათ, სხვა სისტემაზე, თქვათ აქტიური ევთანაზიაზე, რომელთან მე ფიქრია, მაგრამ არსებული სისტემა ჩემთვის მისაღებია. რაც შეეხება ხელოვნურ ინტელექტს, მოგეხსენებათ, ვითარდება ტექნოლოგიები, სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება ხელოვნური ინტელექტი. მიმაშინე რომ გარკვეულწილად ხელოვნური ინტელექტის გამოყენება ხდება მაგალითად ექსპერტიზების ჩატარების დროს, როდესაც ხდება მაგალითად სახის გამოსახულების ერთმანეთთან შედარება, აგრეთვე თითის ანაბეჭდების შედარება, თუმცა ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა შესაბამის დასკვნა დასტურდება ექსპერტის ხელმოწერით და ექსპერტი წარმოადგენს ამ დასკვნას. მიმაჩნია რომ ხელოვნური ინტელექტის განვითარებასთან დაკავშირებით ის ჩვენს ყოველდღიურობაში კიდევ უფრო შემოიჭრება და მომავალში ნამდვილად მოგვიწევს მისი უფრო ფართოდ გამოყენება. მადლობა. მადლობა. სხვა შეკითხვები თუ არ არის? ბატონო მიხეილ, წარმატებებს გისურვებთ. მადლობა. უპირველესი მადლობა წარმატებებს გისურვებთ და ასევე დიდი მადლობა მინდა დავაფიქსირო პარლამენტზე პატივისცემა სასამართლოს მიმართ უსაფრთხო ბრალდებების დროს თქვენი მხრიდან თანახმობა სასამართლო და გვერდში დგომას სულუხსნობს და ხედავთ როგორ იცავთ სასამართლოს იმ თავდასხმებისგან არამარძომიერი და თითთან გამოწვეული თავდასხმებისგან რომელიც სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებიდან მომდინარეობს. დიდი მადლობა. მადლობა. კოლეგებო, დავასრულოთ განსახილველი საკითხები, შეგვიძლია გადავიდეთ კენჭისყრის პროცედურაზე. შესაბამისად კენჭისყრას ვაყენებთ პირველ საკითხს, ეს არის ფრაქცია ქართული ოცნების მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს განში ცვლილებების შეტანის თაობაზე. ვინ არის მომხრე? ერთხმად იქნა მიღებული გადაწყვეტილება. მადლობა. შემდეგი გახლავთ ბატონი ლემან ნემსაძის კანდიდატურა უზენაეს სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის თაობაზე. ვინ არის მომხრე, რომ ხარდაჭერილი იქნას იურიდიულ საკითხთა კომიტეტისგან? მადლობთ, ერთხმად იქნა მიღებული გადაწყვეტილება. ხოლო შემდეგი მიხეილ ჯინჯოლია, ვინ არის მომხრე? ერთხმად, მადლობა. წარმატებას უსურვებს შესაბამისად კანდიდატებს პლენარულ სტომაზე შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
კოლეგებო, ამით ჩვენი კომიტეტის ხდომა დასრულებულია. გესურვებთ კარგ დღეს, შევხვდებით სულ რამდენიმე დღეში. მადლობა.